მხოლოდ მცენარეული საკვების ხანგრძლივად მიღების შემდეგ ერთბაშად რაციონის შეცვლა დაუშვებელია, ამბობენ სპეციალისტები. საჭიროა ორგანიზმი ნელ-ნელა მივაჩვიოთ ცხოველურ, ცხიმებითა და ცილებით დატვირთულ საკვებს. კონკრეტულ რჩევებსა და საჭირო ინფორმაციას ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარი ასმათ კევლიშვილი დაგვიტოვებს. ნუცა ბაიაძე კი საგანგებო დიეტური ინსტრუქციით ვაზის ფოთოლში გახველულ ტოლმას მოამზადებს. დავბრუნდით ეთერში ანონსის შემდეგ და დროა გადავიდეთ მზადებაზე, ოღონდ ამასობაში შემოგვიერთდა ძალიან საინტერესო და ჩვენთვის საყვარელი სტუმარი, თერაპევტი დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს. მე ზუსტად ვიცი. ალბათონი ასმათის ყოველი სტუმრობა სრულდება ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებით, რაც აქამდე არ ვიცოდი და დარწმუნებულია, რომ დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი. ხშირ შემთხვევაში რაღაცა სტერეოტიპებიც კი ინგრევა ხოლმე, როდესაც ალბათონი ასმათი ჩვენს გადაცემას სტუმრობს. შუადღე მშვიდობის, დიდი მადლობა ჩვენთან. ბრინვალი დღესასწაულს აღდგომის ძალიან ლამაზები ხართ. დიდი მადლობა ჩვეულებრივად გამოიყურებით როგორც ყოველთვის და დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, როგორ გადავიდეთ, როგორ გავახსნილოთ, ასე ვთქვათ, მარხვა უმტკივნეულოდ, ხო, ისე რომ ეს მავნე არ იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის მცენარეული საკვებიდან უცბად ვთქვათ, ხორცზე, ცხოველურ ცხიმებზე გადასვლა, ესე ვთქვათ. თუმცა როგორც ვიცი, კონსულტაცია გაიარა თქვენთან, ხო, სანამ რეცეპტს აარჩევდა და სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელობდა. ნუცა შედრა ვარიანტი ქონდა და შემდეგ როგორ ჩაასწორე, ეგეთ კი გვაინტერესებს. ჩვენ მე ფიქრობდი, რომ გაგვეკეთებინა ქათამი, მოგვემზადებინა ქათამი, მაგრამ ვარჩეთ, რომ დღეს მოგვემზადებინა ტოლმა ვაზის ფოთოლში, ოღონდ რაც თავარი არის, ჩვენ ვამზადებთ ბრინჯის გარეშე, თუ რატომ ამას ქალბატონი ასმათი შემდეგ გვეტყვის და მოდი მაშინ მე ამასობაში ჩამოვთვლი ინგრედიენტებს, რაც დაგჭირდება. ჩვენ გამოვიყენებთ ხბოს ხორცს და ხბოს ხორცზე სპეციალურად შევაჩეროთ ყურადღება და ბუნებრივია რატომ ამაზე გვაქვს ალბათონ ასმათთან ვისაუბრებთ. 500 გრამ ხბოს ხორცს, ვაზის ფოთოლს დაგჭირდება 2 ცალი ყაბაყი, თუ რატომ მაგასაც შემდეგ ვიტყვით, დაგჭირდება წითელი წიწაკა, 1 კბილი ნიორი, ნახევარი კონა, პიტნა, ტარხუნა, ოხრახუში და ქინძი. გვაქვს კიდევ სად არის ხახვი, რომელიც უკვე მე მწვანილთან ერთად დავაბლენდერე, თუ რატომ ერთად არ დავაბლენდერე, მაგასაც ვიტყვი, მაგას კიდევ ვიტყვი, აქ რა საიდუმლო იმალება და ბროკოლსაც ვხედავ. ბროკო ეს უკვე სალათის ნაწილი. გასაგებია. ეს მოვლენებს წინ უგაუსწრებთ და მაშინ მე ნელ-ნელა დავიწყებ მზადებას და ჩვენ ნელ-ნელა ბევრი შეკითხვას გავით რას და როგორ ვაკეთებთ. კი ბატონო. მაშინ უშუალოდ კერძით დავიწყოთ ხომ საუბარი, რატომ შევაჩერეთ არჩევანის სწორედ ტოლმაზე ვაზის ფოთოლში, რატომ ხბოს ხორცი და რატომ ყველა ის ინგრედიენტი, რომელიც ასე გამოყო მიცა. მე მაგალითად უპირატესობას ბატკნის ხორცს მივანიჭებდი. იმიტომ რომ მასში ნაკლებია ქოლესტერინი, არის ადვილად გადასამუშავებელი და მოსანელებელი, არის მასში ისეთი ნაზიცილები შედარებით ხბოს ხორცთან, მაგრამ იცით რა საქმე ხა? ჩვენ საქართველოში ხო იცით დასავლეთი, აღმოსავლეთი კუთხე უფრო ბატკანს ხმარობენ აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ თბილისი, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა კუთხის საკვებს მოიცავს და ჩვენ მიჩვეულები ვართ. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მე ბატკნის ხორცს ვამჯობინებ, მაგრამ დასავლეთ საქართველოს ჩვენი მაყურებელი რო არ გაგვინაწყენდეს, იმიტომ რომ არ უყვართ მათ ბატკანი, ხო თქვა, დასავლეთის ხალხს არ უყვარს, ხო? ამიტომ მათ შეუძლიათ ბატკანი ჩაანაცვლონ თხით. არის არაჩვეულებრივი, ასევე სასარგებლო, ვიდრე დაუშვათ ხბოს ხორცი, ძალიან კარგია, მაგრამ იწყება გახსნილება უმჯობესია ბატკნის ხორცით და თხის ხორცით. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი თირკმელები არის დასვენებული, ოღონდ ერთ შემთხვევაში, თუ კი სწორედ არის მარხვა ჩატარებული და მარხვა ჩატარებული შეიძლება მთელი ჩვენი მოსახლეობის მომარხულეებიდან 5 კაცსაც თუ ექნება სწორად ჩატარებული, მე ვიცი ვინ არის ის 5 კაცი, 10 კაცი და 100 კაცი დაუშვათ, თორე დანარჩენი ერთ მნიშვნელოვნად არასწორად ატარებს მარხვას და ყოველთვის მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ როგორ გავხსნილდეთ სწორად. მაგრამ ის რომ ფესვები, ანუ მარხვა აბსოლუტურად არასწორად მიმდინარეობს, იცით, ეს თითქოს რაღაც გადაფარულია და ამას არ აქცევენ.
ჩვენი არ არის სწორად განაწილებული, არ ვიღებთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, რაც ჭირდება ორგანიზმს. იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს აუცილებლად უნდა კონდეს ინფორმაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ. და ეს არის ყველაზე მინიმალური კვლევა, ყველაზე იაფასიანი და ყველაზე ინფორმაციული. ეს არის სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ შარდი გვაჩვენებს თუ რა თქმა უნდა სწორად არის კარგ ლაბორატორიაში გაკეთებული და ამის პრობლემაც ამის პრობლემა არის კი ბატონო, იმიტომ რომ კლინიკური მონაცემი ერთია და ამ დროს ანალიზის პასუხი მელაპარაკება სულ სხვას და უნდა იცოდნენ ადამიანებმა რომ შარდი უნდა იყოს სრულყოფილად გამოკვლეული ყველა მარილების მითითებით და არა ისე არა მიწერილი და ამ მცირე რაოდენობით და წარმოდგენა არ აქვს ადამიანს რა ხდება. იმიტომ რომ სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენ უნდა ჩავატაროთ მარხვა. აი ამ ორი ანალიზის შედეგების გათვალისწინებით ჩვენ ვიგებთ რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ აუცილებლად და შეიძლება მარხვის დაცვა ვთქვათ ესე რომ იგივე ხორცი არ შეიძლება ანრზე პირიქით საზიანოც კი იყოს ჩვენთვის ხო თუ სამარხო პროდუქტებზე სამარხო პროდუქტებზე მაქვს საუბარი იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად ადამიანები ფიქრობენ რომ რადგან ხილია და ბოსტნეულია ჩვენთვის ყველა ხილი მისაღები და ყველა ბოსტნეული ჩვენთვის მისაღებია მაგრამ ბუნება რასაც გვაძლევს სრულიად ჯანმრთელი ადამიანისათვის და ასევე გვაძლევს სამკურნალო დანიშნულებით იმ სცენარეებს და საკვებს, რასაც ჩვენ ვიღებთ. ჩვენ თუ არ გვეცოდინება ჩვენი რეალურად ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენ შეიძლება სერიოზული ზიანი მივაყენოთ. აი თუნდაც ავიღოთ, როგორც ნუცამ დაგვიანონსა, უნდა გამოიყენოს მჟავნა, ხო, როგორც ვიცია რა. და თქვენთვის არის მჟავნა ბუნებისმიერ ბოძებული სეზონური ძალიან კარგი ერთი შეხედვით ჯანსაღი გემრიელი თავის ბოსტნეულის მასში შედის ხო ამ დროს რა გააკეთოს იმ ადამიანებმა, ვისაც შარდში დიდი რაოდენობით აქვს ოქსალატები, ანუ მჟავა მარილები, რომელიც წარმოშობს და ხელს უწყობს ნაყლკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბებას, შარდკენჭოვანი დაავადების ჩამოყალიბებას. დაეხმარება ხო ამ ყველაფრის ჩამოყალიბებას? დაეხმარება, რა თქმა უნდა, თუ კი არის დიდი რაოდენობით ამ სახის მარილები ჩვენს შარდში აღმოჩნდა, ანუ ჩვენს ორგანიზმში. ეს ხელს შეუწყობს ასევე პოდაგრას, ნიკრისის ქარი რო ქვია და პოდაგრა. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ დაავადებით გააწვალებული, ძალიან და ძალიან მტკივნეულია სხვადასხვა. ანუ პირველი მთავარი წესი არის ის, რომ გავიგოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მარტივად სისხლის საერთო და შარდის ანალიზით. მონაცემები თუ რა გვაკლია. კი ბატონო, ჩვენს ორგანიზმში ხო, რა არის ზედმეტი. კარგი. და შემდეგ ის ინგრედიენტები, რომელსაც ვიყენებთ ამ შემთხვევაში პირველი კერძის მომზადებას. კი ბატონო. შეგვიძლია სათითაოდ დავახასიათოთ. ეხლა ნუცას უნდა და გაკეთება ბრინჯით, ტრადიციულად. როგორც ყველა ვიცი ტრადიციულად ბრინჯით, მაგრამ მე ვთხოვე მას რომ არ გაგვეკეთებინა ბრინჯით და გავაკეთოთ ბრინჯის ჩანაცვლება გავაკეთოთ ან ყაბაყით, ან ბადრიჯნით და რატომ? იმიტომ რომ ცილოვან პროდუქტთან არ შეიძლება სახამებლის შემცველი პროდუქტის შეთავსება. ეს არის პირველი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატო უნდა დავაცალკევოთ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისაგან. მეორე ბრინჯი არ არის ჩვენი ტრადიციული საკვები. შესაბამისად, ჩვენ უკვე გენეტიკური განწყობა, გენეტიკური მეხსიერება არ გაგვაჩნია. ეხლა თქვენ მეტყვით, რომ მთელი ჩინეთი ბრინჯს ჭამს და რა მოხდა, რაშია საქმე. მე აქვე გიპასუხებთ ძალიან მარტივად, რომ ჩინეთი შაქრიანი დიაბეტის მხრივ მთელს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას. ესეც თქვენი მეორე მიზეზი. ეხლა შემდეგი მიზეზი, ის რომ ბრინჯი, რომელიც აი პირველად ისახით, რომელიც თავის გარსში ზის, ხო? და არ არის რაფინირებული. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 1000-ში ერთხელ გამოვიყენოთ არა კერძებში, არამედ უბრალოდ მოხარშული სახით 1-2 სუფრის ковზი დამოუკიდებლად ყველაფრისგან. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს
ადამიანის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მარილებია დააგროვილი. მაგრამ რა ხდება ახლა? ჩვენთან ასეთი ბრინჯი მე ვეძებე და ვერ მოვიწიე. ეხლა მეტყვით რომ ყავისფერი ბრინჯი ჯიშად არის ესეთი და არა ის რომ არის დაუშვათ ის პირველადი სახით მოსული. ჩვენ არ გვაქვს სახამებლების დამშლელი ფერმენტი არ მოგვეძიება. ჩვენ ისედაც დიდი რაოდენობით სახამებლის მომხმარე, ანუ პურეული, ცომეული, ნამწყვრეული და საერთოდ სახამებლები გვიყვარს, ხო? ადამიანებს და ისიც გვეყოფა, რასაც ვიღებთ, რომ კიდე ახლა არა ჩვენი ტრადიციული დავამატოთ. განსაკუთრებით მინდა მშობლებს უთხრა კითხვის დასმის საშუალებას მოკლედ არ გაქვს. არა, ისე საინტერესოა. ახლა ვფიქრობ, დედაჩის მივმართო პირდაპირ დედა როგორ გვაქვს ხოლმე სამწი და ბრინჯი და ხორცი ერთად. რამდენი რამის გათვალისწინება. ხო და აი საინტერესო მაგ დროს მე დამეპადა კითხვა, კიდევ რა კომბინაციები არის, რასაც ჩვენ მოვიხმართ ყოველდღიურად და აუცილებლად ვისაუბრებთ. შეიძლება. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ ელენე ამ თემაზე, მაგრამ მე არ მინდა ბრინჯს გავექცე, იმიტომ რომ მე მინდა მშობლებს მივმართო, როდესაც ბრინჯიან ფაფებს აძლევენ, რძიან ფაფლებს აძლევენ. კატეგორიულად თუ არ გინდათ რომ თქვენ შვილებს დაუზიანოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თუ არ გინდათ რომ ჩამოუყალიბოთ ყაბზობა, ანუ კუჭის შეკრულობა, რომელიც შემდგომ მეორად დაავადებებს გამოიწვევს და ძალიან სერიოზულ დაავადებებს იწვევს, დაანებეთ ბრინჯის მოხმარებას, მით უმეტეს ფაფების რძეზე დამზადებას. ბრინჯის ფაფას ჭამ. შერცხვა სალომე ამოვიღოთ, ვამსხვრეთ ნელ-ნელა სტერეოტიპებს, კი ბატონო. და კიდევ ხშირად არის, იცით, როდესაც ბავშვს აეშლება კუჭი, თუნდაც მოზრდილ ადამიანს, ხო, ფაღარათი დაემართება და იმ წუთასვე შემკვრელ საშუალებად გამოიყენებენ ხოლმე ბრინჯს. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. იმიტომ რომ კუჭის აშლილობა, ეს არის თავდაცვის მექანიზმი, თუ ორგანიზმი მოიწამლა, ან რაღაც ისეთი შეყვა ორგანიზმს, რომ იქ წავიდა აშლილობა, ესე იგი ორგანიზმი თავისთავად იცილებს თავიდან და ჩვენ იმის მაგრად რომ მოვაცილებინოთ, ვაკავებთ გესმით ამას. აი ეს რაც შეეხება ბრინჯს, ამიტომ გავაცალკებ. ბრინჯი გადავდეთ სანამ გაგრძელებთ ბოდიში, ერთი წუთი ჩაგერთვებით, რომ ჩვენმა მაყურებელმაც გვადევნოს თვალი რა და როგორ გავაკეთე, უცბად მოვყვები. ჩვენ გვაქვს გატარებული ხორცი, გავატარეთ ცალკე ხორცი და ცალკე გავატარე ხახვი, მწვანილი და ტარხუნა და რაც ჩამოთვალეთ უკვე პიტნასთან ერთად. ოღონდ შეგვიძლია ჩვენ რა თქმა უნდა ხორცსაკებ მაგანაში ყველაფერი ერთად გავატაროთ, მაგრამ გავაცალცალკევე, რადგან ძალიან მომეწონა ფერიც და გემოსთა ძალიან გემრიელი იყო და შემდეგ ამას соусადაც გამოვიყენებ და სერვირებისაც ძალიან ლამაზი იქნება. ასე რომ თუ მოგინდებათ რომ გააფორმოთ, შეგიძლიათ ცალკე დააბლენდეროთ, ან ხორცსაკებ მანქანაში ცალკე გაატაროთ, ან პირდაპირ ხორცთან ერთად გავატაროთ. მოკლედ, აქ უკვე მზა ფარში მქონდა. ჩვეულებრივად ალბათ მაყურებელი უკვე ხედავდა როგორ ვახვევდი. აი ესე ჭიდროთ ქვაფში ჩავალაგეთ. ეხლა მე დავდგავ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე, დავაფარებ თეფშს, ცოტა სიმძიმეს, როგორც წესი არის და წყალს დავასხავთ. წყალს რა თქმა უნდა, წყალსაც დავასხავთ. ოღონდ მე წყალში იქამდე ცხელ წყალში ჩავაგდე დარიჩინის ჩხირი, სასიამოვნო არომატს მისცემს და ნახოთ რა გამოვა. არა მარტო გემოვნებისთვის, ძალიან სასარგებლო და მას ორმაგად კარგ რაღაცას ვაკეთებ. ნუცა მე მომწონს ძალიან თქვენი соуსი, რომლის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. და ძალიან კარგი მე მივესალმები აი თქვენ ამისთანა შემოთავაზებას. კი ბატონო. ძალიან კარგი გამიხარდა. რატომ შევაჩერეთ არჩევანი ვაზის ფოთოლზე და კომბოსტოზე უარი ვთქვით? იცით რა შეასაქმე ძველმა კომბოსტომ ამ სეზონზე ამოწურა თავისი შესაძლებლობები. არაფერი სასარგებლო არა, პირიქით უკვე ტოქსინების ჩაბრუნება დაიწყო გაფუჭება. ახალი კომბოსტო არის შემოსული, მაგრამ ის ისევე ტოქსინებით არის გაჯერებული როგორც ახალი კარტოფილი, ამიტომ სანამ თავხვეულა არ გახდება, არა ესეთი მოგრძო, არამედ თავხვეულა და მჭიდრო არ გახდება, თქვენ იცოდეთ რომ ეს კომბოსტო ჯერ არ არის სიმწიფეში შესული, ამიტომ არ გირჩევთ ახალი კომბოსტოს მიღებას და არ ძველის გამოყენებას. ნახეთ ბუნება როგორ მონაცვლეობით გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაფერი გონივრულად გამოვიყენოთ.
გავხსნოთ, თან იყოს გემრიელი, თან იყოს სასარგებლო, თან დაგვიცვას მოსალოდნელი დაავადებებისაგან და თუ კი რამე დაავადება გვაქვს, ისევ კვებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ნამდვილად ეგრეა. ზამთრისთვის რო ინახავენ ხოლმე ვაზის ფოთოლს, იმიტომ რომ ესეც საინტერესოა. რამე შეინახონ, არაფერი, უბრალოდ ჩვენ უნდა იცით დიდხანს გავაჩეროთ გამდინარე წყალში, მე უნდა მოვხარშოთ. კარგად რომ ის მოცილდეს, რაც ზედმეტია. აი, კარგად მოხარშვის დროს რაიმე საშიშროება ხომ არ არის, რომ დაკარგოს თავისი კარგი თვისებები. იცით რა, იმაში ისეთი თვისება არაფერი არ არის, რომელიც ჩვენ თვისობრიობის გამო უნდა მივღოთ. უბრალოდ მის ეს ფოთოლი არის უჯრედისი გვეხმარება ჩვენ როგორც ცოცხის სახით ასუფთავოს ჩვენი ნაწლავები, ის ტოქსინები, შხამები გამოიტანოს, უბრალოდ სხვა მეტი დანიშნულება ამ შემთხვევაში ვაზის ფოთოლს არ აქვს, თან თვალს უხარია, თან ჩვენს ნაწლავებს უხარია, როგორ უხარია და მე ყოველთვის მომხრევ არ იცით, ეხა დიეტოლოგს რო გაიგებენ, კანკალი ეწყება. გონიათ რომ უნდა დავსვა ადამიანი რაღაც გრამებზე, კალორიებზე, რაღაც სასწორთან უნდა კონდეს კავშირი 100 გრამი და ნახევარი ალუჩა და კიტრის არა ჩემო კარგებო. აი, როდესაც ასე სწორად არის გაკეთებული, ერთ მიღებაზე მიიღეთ რამდენიც გინდათ, რამდენიც დაგაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ სწორად არის მომზადებული და დაივიწყეთ კალორიების დათვლა, იმიტომ რომ ნერვიულ სისტემას გაიფუჭებთ, ორგანიზმს გაიფუჭებთ, სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდებთ თქვენ ჯანმრთელობას და დაივიწყეთ ეს რამდენიც გვინდა, მაგრამ როცა გვინდა? არა, იცით რა, როცა გვინდა კი ბატონო, მაგრამ როცა გვინდა დღის ნებისმიერ მონოკვეთში მაგალითად საღამოს გულისხმობდნენ. დილას ნუ იქნება, დილას ნუ დავიწყებთ სიმღერა როა ქეიფს ვიწყებ დილიდან, ნუ დავიწყებთ ხორცის მიღებას დილიდან, ხო? გავაკეთოთ ან მეორე კვებაზე, ან დავუშვეთ 6 საათზე. კი ბატონო, 6 საათის მერე აღარ არის მისაღები, მაგრამ დღეში ერთხელ არ შეიძლება დღეში სამჯერ ერთი და იგივე საკვები. მოკლედ დილით არ უნდა დავიწყოთ ქეიფი და ბრინჯიანი ფაფა არ უნდა გავსინჯოთ არავითარ შემთხვევაში. ნუცას გაკეთებაც მოვასწარე, არის ძალიან მარტივი და გემრიელი და ასე ვთქვათ, კლასიკური ვარიანტი მაწვნის соуსი. აქ არის მაწონი, მარილი, 100 გრამი მაწონი, 100 მილილიტრი მაწონი, 1 კბილი ნიორი, პაპრიკა, ბულგარული წიწაკის სუნელი, ასე ვთქვათ. ასეთი ლამაზი წითელი ფერი მიიღო და უკვე შემდეგ ბლოგში ვნახავთ, როგორ გავაფორმებთ და სალათთან ერთად. აქ მაწონთან დაკავშირებით შემდეგ ბლოგში მე მექნება აუცილებლად თქვენთან შენიშვნა. რეკლამის დროა, დავიცადოთ სულწოდ ახრი და რეკლამის შემდეგ გავიგებთ ზუსტად რა შენიშვნა აქვს ქალბატონ ასმაც ჩვენს ნუცას. მაწონთან უფრო სწორად. ნუცასთან არა, ნუცას განაცხადებაში ნუცა მე ძალიან მომწონს. დაგვალოდოთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.